გაგაძლიეროთ ღმერთმა გაგახაროთ წინსვლა ქონოთ ადამიანი უნდა მივიდეს ჭეშმარიტებასთან, უნდა მივიდეს ღმერთთან, უნდა მივიდეს თავის ცხოვრების საზრისთან. იგი მან არ უნდა იცხოვროს მხოლოდ სცენარიული და უკეთეს შემთხვევაში ცხოველური ცხოვრებით. უნდა იცხოვროს იმ მოწოდებით, იმ ხატება, რომელიც მიეცა ღვთისა, მისი მსგავსებად გარდაქცევის დავალებით უნდა იცხოვროს. ადამიანი უნდა მივიყვანოს და მივიდეს უნდა და ეკლესიას მიყავს, პარვენანგელოს მიყავს, უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მთელ ზეციური იერარქიას მიყავს და მიმართავს ჯვართან. თავისი ჯვარი რო იტვირთოს. უარყოს თავისი ნეგატივი რაც არის, უარყოს, დაძლიოს. რადგანაც ქრისტემ უკვე ყველაფერი დაძლია ის, რასაც ჩვენ ვერ დავძლებდით ჩვენით და ჩვენ მაგივრად ყოველივე აღასრულა. ამიტომ ერთადერთი ის რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, ეს გამოხსნა ვაქციოთ ჩვენს, ასე ვთქვათ, შევისისხორცოთ ეს გამოხსნა აზრით, სიტყვით და საქმით. ეს აღასრულა ახალმა ადამიანმა, ქრისტემ, რომელიც ძველმა ადამიანმა ვერ აღასრულა, ძველმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, ის ისე შეიქმნა, რომ მისი დაცემა აუცილებელი არ იყო, მაგრამ რადგანაც მოხდა ესე განგებულებით, ასე ვთქვათ, ქრისტემ ეს ახალმა ადამიანმა ღვთისა გამოასწორა და აღადგინა ადამიანი, როგორც გადმოგდებული თავისი, როგორც იტყვიან, სამეურვო ადგილიდან, როგორც გვირგვინი კბილებისა. გახსოვთ თქვენ პავლე მოციქულის ისტორია, როდესაც იგი დამასკოს გზაზე ქრისტეს დევნიდა რა და მიდიოდა ქრისტიანების შესავიწროებლად, გახსოვთ როგორ გამოეცხადა ქრისტე, როგორ გადმოვარდა ცხენიდან, როგორ მოესმოდა ხმა და ხედავდა უფალს, მის თანმხლებ პირებს ესმოდა ხმა, მაგრამ ვერ ხედავდა. მაგრამ თავზარდაცემულები იყო ყველა. პავლე მოციქული დაბრმავდა კიდევაც 3 წლის განმავლობაში. ასე ეს ქრისტეს ხილვა ძველ სიბრმავეს ამას ოფლისას აშორებს და ახალ ნათელს აძლევს ადამიანს. და პავლე ამბობს, წმინდა პავლე მოციქული, რომ იესო ძეღვთისაა, რომ მან მთელი თავის ცხოვრება შემდეგ დადო ქრისტეს გულისთვის. თავი დასდო ქრისტეს გულისთვის. და გახსოვთ თქვენ, რომ ყველა მოციქული და პირველ რიგში პეტრე მოციქულის, პავლე მოციქულის, მათე მოციქულის ამბობს, რომ შენ ხარ ქრისტე, მარკოზის სახარ, მარკოზიც ამბობს ამას. ყველა მოკლედ, რომ შენ ხარ ძეღვთისა, ცოცხალი ღმერთის ძე და ამ შემდეგ. ყველა მოწმობს ამას, რომ ქრისტე არის ძეღვთისა. ანუ მოციქულების პირით თვითონაც ქრისტე ამბობს თავის თავზე, მაგრამ ჩვენც მოციქულების პირით გვესმის ეს დადასტურება. და ეს საოცარი ახალი გამოცხადება, ის ახალი აქტის გამოცხადება და იუდაიზმში იცნობდა ღმერთს, ხო? ძველ აქტმაში ხო იცნობდა ღმერთს, მამა ღმერთს რა თქმა უნდა და მისდევდა მის ცნებებს. და ფაქტიურად არავითარ წინააღმდეგობას ეს არ იცოდა. ვიდრე ქრისტე არ მოვიდა. უკვე მათში შემდეგ ეს წინააღმდეგობა გაჩნდა. როდესაც პავლე მოციქული ამბობს ღვთისაზე ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ მან ძველი აღთქმის ღმერთი იცოდა. და ის ძველი აღთქმის გამოცხადება ერთადერთ ბოლო საბოლოო და მხოლოდ ჭეშმარიტ, მხოლოდ იმ გამოცხადებად, რომელიც უნდა ყოფილიყო და სხვა მის გარდა არ უნდა ყოფილიყო, ჰქონდა, ასე ვთქვათ, მიღებული და დადასტურებული მას თავის შინაგან ცხოვრებაში, მაგრამ მისი წარმოდგენები იყო ძველ აღთქმასთან აბსოლუტურ თანხვედრაში, კი არა? დირექტ იგი მოღვაწეობდა, რომ ქრისტე დევნა, ასე ვთქვათ, უფრო მეტ შევიწროებას მოითხოვდა ქრისტიანებისა და როგორც ჭეშმარიტების დამცველი, როგორც ემისარი ჭეშმარიტების და მისი მცველი იყო, ასე ვთქვათ, გამოჩენილი ამ ხრივ ინიციატორი ამის. მაგრამ აი საოცარი ისაა, რომ პავლე მოციქულს ესე გამოეცხადა ქრისტე და რატომ დევნი, ეგზას ზუსტად არის შეგვიძლია გადახედეთ. რას დევნიო? აი ასე რომ შემდეგ უკვე მიხვდა პავლე მოციქული, რომ გამოცხადების შემდეგ ძალიანად გამოეცხადა ყველაფერი მას, რაც საჭირო იყო და რომ ეს იესო ქრისტე იგივე აბრაამის ღმერთია ესეც. ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობის. ეს არის იგივე იესო ქრისტე, რომელიც მეორე ჰიპოსტასიას, ყოვლადწმინდა სამის და მას ქადაგებდა ძველი აღთქმა. ეს არის თავი. რომ იგი მიხვდა, რომ ვინც იყო ძველი აღთქმის ღმერთი, რომელსაც ქადაგებდნენ, ეს არის ქრისტე, რომელიც უკვე თვითონ მოვიდა. ანუ
ხილული მამისა ეს არის ძე და უხილავი ძისა ეს არის მამა და გამოცხადდა ხორცში და პავლე მოციქული ამბობს გამართლებული სულში ყოვლისა უწინარეს სამყაროს შექმნამდე არსებობდა ის კი არა რომ შეიქმნა როგორც ერეტიკოსები ამბობენ რომ შეიქმნა და ქმნილება ქრისტე ნუ იყო ხო არამედ იგი უწინარეს ყოვლისა ყოვლის უწინარეს სამყაროს შექმნამდე არსებობდა და სულ უფრო და უფრო ივწობოდა მისი მზერა და მან ამ ძეში ქრისტეს პავლე მოციქულიძე მისი თანადამნობით ივწობოდა მისი ცოდნა ქრისტეზე და შეგრძნება ცოცხალი ცოდნა ამოიცნო ის მამა ღმერთიც ამოიცნო მაშინ ანუ ის რომელიც მას წამდა იუდაისთვის ძველ აღთქმაში რომელიც მას წამდა და რომლის გამოც იგი ასე ინიციატივას იჩენდა ის დაინახა ქრისტეში აი ეს არის და მისთვის ის იყო პირველ ხატი ყველა კნილების მიხვდა და ამას შესწირა მთელი თავის ცხოვრება ისეთ პავლე მოციქულემ რა გადაიტანა და რა ტანჯვა წამება და როგორ და ბოლოს მოწამეებრივად აღასრულა ხო გახსოვთ პავლე მოციქულის ცხოვრება ამიტომ ეპისტოლეში კოლასელებისადმი პავლე მას უწოდებს უცნობი ღმერთის ხატს შესაქმის პირმშოს როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა დიახ სამყაროს საძირკველის ჩაყრამდე სიმბოლურად რომ ვთქვათ როდესაც მან სამყაროს შექმნა გადაწყვიტა ანუ ღვთისნება როცა აღიძრა სამყაროს შესაქმე ხო გახსოვთ პირველი ძველი აღთქმას გადახვდით პირველივე თავიდან იწყება ხო გახსოვთ ეს სიტყვა სამყაროს შექმნის გადახედეთ პირველი თავი დაბადება მან სამყაროს შექმნა როდესაც გადაწყვიტა ღვთისნებამ ძე ჰყავდა თვალწინ უკვე მისთვის და მისით შექმნა მან ყველა საგანი მისთვის და მისით როგორც ხილული ცა და დედამიწა ასევე უხილავი ამით მან არც მეტი არც ნაკლები თქვა რომ ქრისტეა ყველა საგნის მემკვიდრე და ახლა რაც აღარ უნდა რაც უნდა ვიფიქროთ და როგორც უნდა ვთქვათ ვიაზროთ ინტელექტით ამას ჩვენ ბოლომდე ვერ შევისწროთ ყოვლადწმინდა სამების დოგმაც მამა ქმნის მაგრამ იქვე არის ძეს და სულიწმინდაც ანუ ძე ქმნის მაგრამ იქვე არის მამაც და სულიწმინდა ქმნის მაგრამ იქვე არის მამაც და ძეც ხედო ერთი ღმერთია ეს ხონდა ეს ადამიანის დაცემული ინტელექტისთვის ჯვარია როგორც წმინდა მამები ამბობენ ამიტომ ეს უნდა გავიაზროთ რომ ქრისტე ყოველივეშია უბრალოენით რომ თქვა ყველაფერი და ყველაფერში და მან გამოგვიხსნა ჩვენ ეს არის იყო ღვთის მარადიული გეგმა ეხლა კიდევ როგორ იქნება ღვთის მარადიული გეგმა ჩვენთვის ასევე 7 ბეჭდით დაბეჭდილი აპოკალიფსის წიგნი გვაქვს გამოცხადება ხო იოანე ღვთისმეტყველის ღვთის მარადიული გეგმა იქ არის განცხადებული იმასაც ჩვენ ინტელექტი ადამიანის წმინდანები და ნაწილობრივ ხსნიან და განმარტავენ ბოლომდე დაფარული წიგნია ის არ არის ბოლომდე განცხადებული ის თქვა ძალიან ბევრი საიდუმლოა ძალიან 7 ბეჭდით დაბეჭდილი 7 კი არა ერთი ბეჭდი რო გახსნა ისიც რა არის ხო აი ვერ ძალიან რთული გასაგებია მაგრამ ამავე დროს არის და უნდა გავიგოთ და უნდა ვეცადოთ აი ვკითხოთ და წავიკითხოთ და უნდა გავიაზროთ იმიტომ რომ მაგრამ ძალიან ფრთხილად ეს უდიდესი მისტიკური წიგნი არის უდიდესი ამიტომ ეს ამ გეგმის სოდნა მეტნაკლებად მოცემულია ჩვენთვის აპოკალიფსში როგორ რა იქნება და ასე შემდეგ ყველაფერი ხო წერილი და ამ გეგმის სოდნა ჩვენში პასუხისმგებლობის გზნობას ბადებს ხო ეს გეგმა უკვე ხორციელდება ღვთის გეგმას ღვთის მარადიულეს და პროგრამას ღვთის მარადიულეს ვთქვათ ნების მოქმედებას ღვთის ქმედება სამყაროში მისი ხელთქმნელი ენერგიების ქმედება მის სამყაროში აქ ყველაფერი საიდუმლოებებში და მთელ სამყაროში ვიდრე მეორედ მოსვლამდე კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ეს და ჩვენ არსებობს იმას თაობაზე რომ ჩვენ ცოდვილები საჭიროებთ მაცხოვრის კურთხევას და ქრისტეს მიერ ჩვენს გამოხსნას. საჭიროებთ იმას რომ დახსნილი ვიყოთ ამ ძიმე ოსაბჭოთა სივრცეში მყოფი ადამიანები ჩვენი სიმძიმეებისაგან. ღვთის წინააღმდეგობებისაგან, რასაც იდენდნენ და ღმერთს გმობდნენ და ასე შემდეგ აღარ ჩამოყრილებდა. სოციუმის წინააღმდეგ მკვლელობები და ხურდობები და ასე შემდეგ რაც ხდებოდა და ხდებოდა ეს ძველი კრიმინალური პერიოდი კიდევ და ასე შემდეგ და საკონცენტრაციო ბანაკები წითელი თუ ფაშისტური და ასე შემდეგ და ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი
სხვაების შეცირვა აღესრულებოდა ამინდა ახლა ნეგატივზე კიდევ არ მისტიკური ნეგატივი რა თქმა უნდა საკუთარი თავის წინააღმდეგ და რა დღეში ჩავარდა კაცობრიობა და ადამიანები განსაკუთრებით ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხი ამ წითელი ეგვიპტის წითელი ბაბილონის თუ რა დავარქვა აი ამ ხალხი რომლებიც ამდენი სოდვის ღვთის წინააღმდეგ სოციუმის და მოყვანის წინააღმდეგ საკუთარი თავის წინააღმდეგ გაუბედურებულ მდგომარეობებში ჩავარდნენ და ამის გაჩერება და ამის ესე უცებ ერთი ხელის მოსმით გამოსწორება ვისაც გონია რომ ადვილია ძალიან ცდება და ტყუილ უბრალოდ იმედგაცრუებაში არ ჩავარდეს ამას დრო უნდა ძალიან დიდი დრო და ბევრი კიდევ გამწმენდელი ტკივილი პროცესები და ტკივილები სამკურნალო ტალახი რაც ესე ერთი ხელის მოსმით არ გადის ეს ამიტომ ვეცადოთ რომ გავიაზროთ რომ ცოდვა უცოდველი არავინ არ ვართ მაგრამ ყველა ვითხოვთ ცოდვების მიტევებას ცოდვა ეს ნიშნავს რას რომ ადამიანი ღმერთს მოშორდა დისტანცია გახდა მეტაფიზიკური დისტანცია თუ რა ღმერთი ყოველგან არის ყოველსავე აღავს შენ არა ხარ ღმერთში იმ დროს სწორედ ღმერთი მაინც ყველგან არის აშორებს ღმერთს ჩაკეტილ უკეტავს ცას ასე ვთქვა და კეტავს ადამიანს როცა რაღაცნაირად აკონსერვებს ადამიანს ცოდვა მერე უმწეობის შეგრძნება იცის ცოდვა სასოწარკვეთილების შეგრძნება უმწეობა უკეთური ძალების წინაშე აი ბოროტი ძალების წინაშე აბსოლუტურად უსუსური და მისაწვდომი ხდება და თავდასხმადი და გათელვადი დემონური ძალების მიერ ცოდვის შემდეგ ადამიანი სანამ სულს მოითხოვს სანამ ის ამოდგება ისე კი არა მიშობული მას ესხმის აი ეს უხილავი ნეგატიური ასპექტი რაც არის ძალები უხილავი ხილულს არაფერს ვერ უშვები და უხილავს რას უზავს თუ არ მოინანია დროზე და არ შეუდექი ისევ ქრისტეს არ დაუბრუნდი მადლის დაბრუნებით ისევ ქრისტეს არ დაუბრუნდი ქრისტეთი შეიძლება მხოლოდ მადლის დაბრუნება ისევ ვერ დაიბრუნებ მადლს ისევ ვერაფერს ვერ შეძლებ სიმშვიდის გზნობას აშორებს ადამიანურ ურთიერთობებში დანგრევა ხდება სოციუმთან ყველა სიმწყეში ღვთის წინააღმდეგ მოყვანის წინააღმდეგ საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველგან ბზარი და ოფსკური ჩდება ცოდვის შემდეგ მეტნაკლები ხომ ცოდვას გააჩნია ამიტომ ყველა სფეროზე ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი და ერთი ხსნა არის, ეს არის ქრისტე. და აქ წერია სახარებაში ყველაფერი როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი და ეკლესიის დოქტრინაში, მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინაში ყველაფერი წერია, როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი ამ ჩიყური ჩაკეტილი მდგომარეობებიდან. დაწყებული პირველი შეთქმა უნდა თავარი საიდუმლოებებით, 7 საიდუმლოებით დამთავრებული, თუნდაც ამ კერძო პარაკლისი თუ ლოცვით გახსნეს ლოცვასაც ვეძახით ხოლმე. რომ ეს სულიერი სიბრმავისაგან გამოვიდეს ადამიანი. ცოდვა ასევე სულიერად დაბრმავებს ადამიანს. და თუ ადამიანი კიდევ განკურნებას გაურბის, ეს პლად დაუყოვო. თუ ადამიანი ღმერთისაგან მისკენ გამოშვერილ ხელს ვერ ხედავს, არ ხედავს, არ უნდა ჩაეჭიდოს, იგი გაურბის განკურნებას და ცდილობს საკუთარი ასე ვთქვათ სისხარტეზე დაეყრდნოს და საკუთარი გზით გაძვრეს გამოძვრეს, რაც არ გამოდის. საკუთარ გზებს მიყვება, სიძნელეებს გაურბის, იოლი და კარგი ბრწყალებში კარგი ცხოვრება უნდა ყველას. გაურბის, იოლ გზას ირჩევდა ქრისტე რამაში? გაადვილებას და შემსუბუქებას რამაში ეძებდა ყოველი ტანჯვა მან მიიღო. იოლი გზები სასუფეველისაგან და ქრისტესაგან არ არსებობს. ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება დავემორჩილოთ ღვთის ძეს ქრისტეს და განვაკურნინოთ ჩვენ თავი განვიბანოთ ღვთაებრივი მადლით და მხოლოდ მაშინ ვიტყვით რომ როგორც ბრმა ამბობს ხო და ბრმის კვირა მოდის ახლა ხო განკურნების კვირა ერთი ვიციო ერთი ეს ვიცი რომ ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ აი როდესაც ადამიანი მოიქცევა და ღმერთს დაუბრუნდება ამას ეთქვი მოვიყავი და როგორ ვერ ხედავდი ამ ყველაფერს, ვექლა ვხედავ, ეს კი ვიცი. ასე რომ აი ახალი აღთქმა ამ სინამდვილეს გვიჩვენებს. იგი არის რუქაც, იგი არის სახელმძღვანელოც, იგი არის მთელი წმინდა წელი, წმინდა გარდამოცემული განსაკუთრებით ახალი აღთქმა. ჩვენი რუქაც, სინამდვილეც, ყველა ასე ვთქვათ, ჩვენი ის მოძღვრება, რომელიც ხელმძღვანელობას გაგვიწევს ამ წინა ცხოვრებაში, რათა არ დავიღოთ ეს ამ აღრეულ დროში და გზა ხსნილი ქონდეს და წინ ვიაროთ.
რასაც ყველას გისურვებთ. მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს, იყო თქვენ ყოველთა ტრანა.